მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს ბელნიკ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელსაწყოს პროგრამირებაში, ეს არის Git-ი. Git-ი არის სისტემა, რომელიც ინახავს შენი კოდის ყველა ვერსიას და საშუალებას გაძლევს უსაფრთხოდ ექსპერიმენტები ჩაატარო და ნებისმიერ მომენტში დაბრუნდე წინა ვერსიაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის შენი კოდის დროის მანქანა. დღევანდელი ვიდეოსთვის მოგიზოდეთ ძალიან საინტერესო სლაიდები. მოდი გადავიდეთ პირდაპირ სლაიდებზე და განვიხილოთ Git-ი. გავხსნათ ჩვენი სლაიდერი. ესეც ასე. გავხსენით ჩვენი სლაიდერი. Git-ის გზამკვლევი, ანუ კოდის ვერსიების მართვა მარტივად. გადავიდეთ პირველ სლაიდზე. რა არის Git-ი? მარტივი განმარტება. Git-ი არის ტექნოლოგია ვერსიების კონტროლისთვის, ანუ ვერსიების კონტროლის სისტემა. პროგრამა, რომელიც თვალს ადევნებს შენს კოდში შეტანილ ყველა ცვლილებას. მოდი ახლა განმარტებას გავაკეთებ. ძალიან ბევრს ხშირად ეშლება Git-ი და GitHub-ი ერთმანეთში. Git-ი არის ვერსიების კონტროლი, ანუ Git-ი გვეხმარება ჩვენი პროექტის ვერსიების კონტროლში, რომ გავაკეთოთ რამდენიმე ვერსია ჩვენი პროექტის და თუ არ მოგვეწონება, ანუ შეცვლილი პროექტი, ჩვეულებრივ დავბრუნდეთ ორიგინალ პროექტზე, ხოლო GitHub-ი, ასე ვთქვათ, GitHub-ი არის უბრალოდ cloud-based პლატფორმა, სადაც ინახავ და მართავ შენს GitHub რეპოზიტორს ონლაინ რეჟიმში, ანუ სადაც ჩვენს პროექტებს ტვირთავთ. რას ინახავს Git-ი? ვინ შეცვალა კოდი, როდის შეცვალა, რა შეცვალა და რატომ შეცვალა. ანუ Git-ი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ პროექტზე ვიმუშაოთ რამდენიმე ადამიანმა. და ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ვნახოთ რომელმა ჩვენი გუნდის წევრმა რა ადგილი შეცვალა ჩვენს კოდში, როდის შეცვალა, რატომ შეცვალა, ანუ განმარტებაც უნდა მიაწეროს, რატომ შეცვალა და რა შეცვალა ავტომატურად ისიც უნდა ვნახოთ. იმასაც გვაჩვენებს. ანალოგიურად წარმოვიდგინეთ, რომ წერ ნაშრომს Word-ში. და ყოველ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ინახავ ახალს. ანუ გვაქვს მაგალითად ჩემს მაგალითზე რომ მოგიყვეთ, სანამ Git-ს დავეუფლებოდი, როდესაც რაღაც პროექტს ვაკეთებდი, მაგალითად ყოველთვის ასე ვთქვათ ვაკოპირებდი, ანუ კოპის ვუკეთებდი პროექტს, რომ ახალი რაღაცა შემეცვალა და თუ არ მომეწონებოდა, ჩვეულებრივ წავშლით იმ დაკოპირებულს, სადაც სიახლე შევინახე, თუ არ მომეწონებოდა, არ იმუშავებდა მაგალითად კარგად, დავბრუნდებოდი ისევ ორიგინალში და ასე არის, ანუ ეს Git-ი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი პროექტი არ ვაკოპიროთ, ანუ არ შევქნათ კოპი 1, კოპი 2, კოპი 3 და ასე შემდეგ რა. Git-ი ანუ ყველა ცვლილებას ინახავს და თუ არ მოგვეწონება, შეგვიძლია ჩვეულებრივ დაბრუნდეთ ისევ ჩვენს ორიგინალში რა. რაც ზოგავს ეს ასე ვთქვათ დროსაც. მაგალითად როგორც წეგარ მივთქვი, მაგალითად დიპლომის საბოლოო, დიპლომის საბოლოო 2, დიპლომის საბოლოო ნამდვილად საბოლოო და ასე შემდეგ. Git აკეთებს იგივეს, მაგრამ ავტომატურად არ გჭირდება ხელით შენახვა, ანუ როდესაც თუ სანამ Git-ის ხმარებას დაიწყებ, Git-ი შემოვიდოთ, ასე ვთქვათ, კარგად, ანუ დეველოპერები ხელით ინახავდნენ თითოეულ ცვლილებას. ჭკვიანურად, ანუ ინახავს მხოლოდ ცვლილებებს, ინახავს მხოლოდ იმ ნაწილს, რაც შეიცვალა და არა მთლიან კოდს და ერთ ადგილას, ანუ ყველა ვერსია ორგანიზებული, ანუ ყველა ვერსია არის ერთ ადგილას შენახული. Git-ი არის შენი კოდის დროის მანქანა და ნებისმიერ მომენტში შეგიძლია დაბრუნდე წინა ვერსიაზე. არ აქვს მნიშვნელობა შენ რომელი ვერსიაზე ხარ უკვე. შემდეგი, რისთვის არის შექმნილი Git-ი? პრობლემა, ან 2005 წელს Linux-ის შემქმნელებს სჭირდებოდათ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემდათ ათასობით დეველოპერს ერთდროულად ემუშაოთ ერთსა და იმავე პროექტზე. ანუ Git-ის საშუალებით ერთსა და იმავე პროექტზე შეუძლია იმუშაოს 10,000-10,000 ადამიანმა. ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს კოდში მუშაობისას. მეორე, ეს არის გადაწყვეტა, ანუ Linus Torvalds-მა
Linux-ის შემქმნელმა შექმნა Git სისტემა, რომელიც სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი იყო გამოსაყენებლად. რა პრობლემებს აგვარებს Git-ი? ანუ ისტორიის დაკარგვა, არასდროს კარგავს ზოლო ვერსიებს, ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია ისევ დაბრუნდეთ ზოლო ვერსიაზე. კუნტური მუშაობა, რამდენიმე ადამიანი ერთად მუშაობს, ისე რომ ხელი არ ეშილებათ არც ერთს და შეცდომებისგან დაცვა, ანუ ყოველთვის შეგიძლია დაბრუნება. Git შეიქმნა იმისთვის, რომ დეველოპერებს თავისუფლება მისცემოდათ ექსპერიმენტების ჩასატარებლად და შეცდომების გარეშე მუშაობისთვის. შემდეგი სლაიდი ეს არის რისთვის გამოიყენება Git. ანუ ცვლილებების ისტორია, მაგალითად, ანუ Git-ი ნახავს კოდში შეტანილ ყველა ცვლილებას, შეგიძლია ნახო ვინ როდის და რატომ შეცვალა კონკრეტული ხაზი, მაგალითად, ან კონკრეტული, ასე ვთქვათ, div-ი, main-ი და ასე შემდეგ. ამისთვის გამოიყენება Git logs, რითიც შეგიძლია ნახოთ, ანუ დაკომიტებული ცვლილებები. მეორე ეს არის ექსპერიმენტები, ანუ სცადი ახალი იდეა უსაფრთხოდ. თუ არ გამოვა, უბრალოდ დაუბრუნდები წინა მდგომარეობას და არაფერი არ დაიკარგება ამით. ანუ უნდა შექმნა ახალი ბრენჩი, ექსპერიმენტი, გამოვიდა თუ არა, ანუ თუ გამოვიდა merge იქნება, თუ არ გამოვიდა დაბრუნდები, ანუ discards მის. დროის მანქანა, ანუ გუშინ მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობს. ანუ ეს პრობლემა აღარ გაწუხებს წამში დაუბრუნდები იმ ვერსიას, სადაც ყველაფერი მუშაობდა. ანუ მაგალითად რაღაცა შევქმნით რაღაცა პრომპტი, ამ ვერსიაში მუშაობდა, ანუ დღევანდელ ვერსიაში მუშაობდა და ხვალ როდესაც რაღაცას დავუმატებ, თუ არ იმუშავა, ჩვეულებრივად დაუბრუნდებით ისევ დღევანდელ ვერსიას, სადაც ყველაფერი გამართულად მუშაობდა და ყველა პრობლემა მოგვარდება. ანუ გეთ შეგვიძლია ნებისმიერი წუთისთვის დაბრუნება, ან Git-ში შეგვიძლია ნებისმიერ წუთისთვის დაბრუნდა, ანუ ყველა ვერსია დაცულია Git-ში. რამდენი ვერსიაც არ უნდა ქონდეს შენახული, ყველა ვერსია დაცული არის Git-ში. რატომ Git-ი? პირველი უსაფრთხოება, მეორე კუნტური მუშაობა, მესამე არის ბრენჩები, მეოთხე არის კონფლიქტების მართვა და მეხუთე ეს არის GitHub და GitLab. ანუ უსაფრთხოება, ყველა ვერსია დაცულია, შემთხვევით წაშლან შეცდომა აღარ არის კატასტროფა, ყოველთვის შეგიძლია დაბრუნება, რა თქმა უნდა, წინა ვერსიაზე. ასევე გუნდური მუშაობა, ანუ 10 ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ერთ ადამიანო პროექტზე მუშაობა ერთმანეთის ხელში, ანუ ერთმანეთის კოდში ჩახედვის გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოთ და Git-ი თავად აერთიანებს სროლებს, ანუ ერთმა ადამიანმა შეცვალა რაღაცა, მაგალითად ფუტერი, მეორე main-ი შეცვალა, მესამე header-ი შეცვალა, მეოთხე მაგალითად section-ი შეცვალა და ეს ყველაფერი ამას ყველაფერი ერთად აერთებს Git-ი. მესამე არის ბრანჩები, ანუ შექმნით ცალკე ბრანჩი ახალი ფუნქციისთვის იმუშავებ მასზე, თავი პროექტის დაზიანების განშე, ანუ შექმნი ახალი ბრენჩი, იმუშავებ იმ ბრენჩზე და შემდეგ უკვე როდესაც ცვლილებას დატესტავ და მოგეწონება, თორმე დაბრუნდები შენს თავარ ბრენჩზე, დამეჯავ ცვლილებებს და უკვე შემდეგ შეინახავ ცვლილებებს. შემდეგ ეს არის კონფლიქტების მართვა, ანუ Git-ი ავტომატურად აერთიანებს ცვლილებებს, თუ კონფლიქტია გიჩვენებს, სად არის და როგორ შეგიძლია გადაწყვიტო, თუ ატვირთვისას, ანუ თუ მოხდა ეს რა ქვია, თუ ორივე ადამიანმა, მაგალითად ან რამდენიმე ადამიანმა ერთ და იგივე, ასე ვთქვათ, div-ი შეცვალა, მაშინ მოხდება კონფლიქტი და ანუ Git-ი საშუალებას გაძლევს, რომ გაჩვენოს თუ სად არის კონფლიქტი და როგორ გადაწყვიტო ეს კონფლიქტი. ასევე შემდეგ ეს არის GitHub და GitLab, ანუ შეგიძლია კოდი ატვირთო ინტერნეტში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან ჩამოტვირთო შენი პროექტი რა, ანუ უსასრულო ისტორია აქვს ამას. ანუ შეგიძლია მაგალითად ხარ სიტყვაზე საქართველოში, გერმანიაში და ასე შემდეგ ქალაქში მუშაობა, ატვირთავ შენ ასე ვთქვათ პროექტს GitHub-ზე ან GitLab-ზე და ნებისმიერ წერტილიდან, საქართველოს ნებისმიერ წერტილიდან შეხარ შენ GitHub-ზე და ჩამოტვირთავ შენს პროექტს და გააგრძელებ ჩვეულებრივ მუშაობას. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხარ. შედეგი, ანუ მეტი თავისუფლება ექსპერიმენტებისთვის, ნაკლები შიში შეცდომებისგან და უკეთესი გუნდური მუშაობა. შემდეგ ეს არის პარალელური მუშაობა, ანუ რა არის ბრენჩი? ბრენჩი არის ცალკე, ასე ვთქვათ, ტოტი პროექტის ისტორიაში. ის საშუალებას გაძლევს, რომ მუშაობა დაიწყო ახალ ფუნქციაზე მთავარი პროექტის დაზიანების გარეშე. ანუ ანალოგია წარმოიდგინე ხე, main branch-ი არის მთავარი ტოტი, ხოლო feature branch არის გვერდითი ტოტები, ანუ მთავარი ტოტი და გვერდითი ტოტები.
ანუ როგორ მუშაობს main branch-ი, ეს არის ძირითადი, ანუ მთავარი სტაბილური ბრენჩი. Feature branch ეს არის ახალი ფუნქციის განვითარებისთვის შექმნილი ბრენჩი და merge არის ფუნქციის მთავარ პროექტში დამატება. ანუ გვაქვს main branch-ი, ძირითადი ბრენჩი, შევქმნით მაგალითად რაღაც ახალი ბრენჩი, იმ ბრენჩზე ვიმუშავეთ, დავტესტეთ და უკვე როდესაც გადავალთ main branch-ზე, ჩვეულებრივ გადმოვმერჯავთ იმ ბრენჩიდან, სადაც ცვლილებები შევიტანეთ. აქ გვაქვს სქემა მოცემული. შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ თუ როგორ მუშაობს ბრენჩები. შემდეგ ეს არის როგორ მუშაობს Git-ი. Git-ის სამი სივრცე, ანუ პირველი არის working directory, staging area და repository. Working directory ეს არის სამუშაო საკაღელზე, სადაც ფაილებს ვცვლებ. Staging area ეს არის დროებითი ადგილი, სადაც ცვლილებებს აგროვებ და repository, ანუ ეს არის მთავარი საცავი, სადაც ყველა ვერსია ინახება. რა არის commit? Commit არის კოდის, ასე ვთქვათ, კოდის ცვლილება კონკრეტულ მომენტში ყოველი კომიტი ინახავს ვინ შეცვალა, ვინ გააკეთა ცვლილება, როდის შეცვალა, რა შეცვალა და რატომ შეცვალა. კომენტარი არის, როდესაც მუშაობთ რაღაცაზე, შემდეგ ანუ აუცილებლად უნდა გადავიდეს ეს staging area-ში, უნდა გადავიტანოთ და უკვე მასახმეთ, უკვე დავაკომიტოთ და გავუშვათ თუ გვინდა საცავზე შენახვა. შემდეგ ეს არის ვებსაიტის შექმნა Git-ით, ანუ ფონის ფერი შეცვლა, ანუ მაქვს მაგალითად index.html ფაილი, ვცვლი ფონის ფერს, Git ინახავს ამ ცვლილებას ისტორიაში, ჩვეულებრივ, ანუ git add index.html, ანუ ვეუბნებით, რომ დაამატე index.html და git commit და წერთ commit, ანუ ფონის ფერის შეცვლა, ან მაგალითად background ფერი შევცვალეთ, ან ტექსტის, ასე ვთქვათ, ფერი შევცვალეთ, ზომა შევცვალეთ და ასე შემდეგ. მეორე ეს არის მენიუს, მაგალითად ვამატებთ მენიუს, ანუ მეორე დღეს დავამატეთ მენიუ, Git ისე ვინახავს ამ ცვლილებას, ისე ვაკეთებთ იგივეს git add.index.html, ან შეგვიძლია გავაკეთოთ უბრალოდ git add და წერტილი. და ჩვეულებრივ git commit -m და კომენტარი აუცილებლად უნდა გავაყოლოთ, იმიტომ რომ თუ გუნდში ვმუშაობთ, ჩვენმა, ასე ვთქვათ, პარტნიორმა იცოდეს თუ რა შევცვალეთ ჩვენ კოდში. მესამე ეს არის პრობლემა, ანუ მოულოდნელად ვებსაიტი გადაწყდა, რაღაც არ მუშაობს სწორად, ანუ გუშინ მუშაობს და დღეს არ მუშაობს. გადაწყდა Git-ით, ანუ Git-ით ვამბობთ დამაბრუნე X, სადაც გუშინ ვიყავ და ყველაფერი ისევ მუშაობს, რა თქმა უნდა, ან Git log, ანუ ვნახულობთ ისტორიას, ჩვენი კომიტების ისტორიას, ცვლილებების ისტორიას და Git checkout დაბრუნებას ვეუბნებით. შემდეგ ეს არის ძირითადი Git ბრძანებები, ანუ Git init, რომელიც Git-ს ინიციალიზაციას უკეთებს ჩვენს პროექტში. ანუ ახალი Git რეპოზიტორის შექმნა, იწყებ Git-ის გამოყენებას ახალ პროექტში. Git add ეს არის ფაილების დამატება staging area-ში, ამზადებს ცვლილებებს შესანახად. შემდეგ ეს არის, შემდეგი, ასე ვთქვათ, ბრძანება ეს არის Git commit-ი, ანუ ცვლილებების შენახვა ისტორიაში ქმნის ახალ, ასე ვთქვათ, სურათს კოდში. Git log ეს არის ყველა ცვლილების ისტორიის ნახვა, თუ რა ცვლილებები შევიტანეთ და ინახავს ვინ როდის და რა შეცვალა. ასევე Git checkout, ანუ წინა ვერსიაზე დაბრუნება, დროის მანქანა დაბრუნება წინა მდგომარეობაში. და Git branch, ანუ ახალი ბრენჩი შექმნა, საშუალებას გაძლევს პარალელურად იმუშავა. Git branch, ამ შემთხვევაში Git branch რო წერთ, რო კრიფავთ, გვაჩვენებს თუ რა ბრენჩი გვაქვს ასევე და რომელ ბრენჩში ვართ ჩვენ. თუ გინდა რომ ახალი ბრენჩი შევქმნათ, გავაკეთებთ git checkout -b და ბრენჩის სახელს. და შექმნება ახალი ბრენჩი და ამავდროულად გადაგიყვანს იმ ახალ ბრენჩზე. ანუ ისწავლო მხოლოდ ეს 4 ძირითადი ბრძანება და უკვე ხარ პროფესიონალთა 90%-ის დონეზე. ანუ git init, git add, git commit და git log. შემდეგ, ანუ Git-ი არ არის რთული, ის არის შენი კოდის დროის მანქანა, ანუ ისწავლე მხოლოდ ეს 4 ბრძანება დამწყებისთვის, აუცილებელი იცოდეს ეს 4 ბრძანება, Git init, git add, git commit, git log-ი და ეს არის ყველაზე მარტივი ბრძანებები და უკვე სწორ გზაზე ხარ თუ ამას ისწავლე. ანუ წარმატებები Git-ის შესწავლაში. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. არ დაიზაროთ, დააკომენტარეთ, დალაიქეთ, გამოგყევით და ერთად განვითარდეთ
პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.